მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. სტუმართ მასპინძლობა დინამოზე. რა მოხდა საქართველოს სომხეთის თამაშის შემდეგ სტადიონზე და რა შეფასებები მოყვა საზოგადოების მხრიდან, გთავაზობთ სიუჟეტს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები მეორედ დაამარცხა, ამჯერად ანგარიში 6-1. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რამაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით შესაძლოა UEFA-ს მხრიდან საქართველოს დასანქცირება გამოიწვიოს. UEFA-ში გვეუბნევიან, რომ სწავლობენ გუშინდელი მატჩის მასალებს. ამის შესახებ ინფორმაცია UEFA-მ ექსკლუზიურად მოგვაწოდა. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ დინამო არენას სტადიონზე გულშემატკივრების ნაწილი შეიჭრა, ხოლო ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იყო ფიზიკური ძალადობა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? სოციალურ ქსელში არაერთი ვერსია ვრცელდება, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თუმასიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი იმ სომეხი ქომაგის ინტერვიუს თარგმანს, რომელიც დაპირისპირების დროს იქ იმყოფებოდა. როგორც ის წერს, სომხეთის გულშემატკივრების მიმართულებით პლასმასის ბოთლებს და ქილებს ისროდნენ, მათ შორის გაუხსნელს. წამებში აღმოჩნდით პლასმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ. არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან. პირდაპირ გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით. ხაზგასმით ვამბობ, გაუხსნელით. გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ. რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა. რამ გამოიწვია დაპირისპირება და აღიძრა თუ არა საქმე? შეკითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებიდან პასუხი მთელი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ. სოციალურ ქსელში მომხდარის გამო, გამარჯვების გამო, ქართველი ფეხბურთელების ხოტბაზე მეტად ქართველი ქომაგების კრიტიკა შეხვდებით და როგორც უკვე გითხარით, ქმედებების გამო შესაძლოა UEFA-ს სანქციებიც მივიღოთ, მაგრამ ამ ფონზე არაფერს ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს VIP ლოჟიდან აკვირდებოდნენ. ვიდრე გამოძიება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტულ ინფორმაციას გაავრცელებს. ორივე ქვეყნის მოსახლეობა სოცქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებს აანალიზებს. მაგალითად, ვრცელდება ვიდეო, რომელშიც სომეხი გულშემატკივარი მშობლიურ ენაზე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიქბეკიანის გადადგომას ითხოვს. სკანდირებენ მელიქბეკიან წადი. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველმა გულშემატკივარმა სიტყვები მათი მისამართით არასწორად გაიგო. ქომაგებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მისი თქმით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ქმედება მიუღებელია და შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს და დააზარალოს საქართველოს ნაკრები. რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტადიონზე მომხდარ ინციდენტს? კითხვით ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის UEFA-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას მივწერეთ. მათ მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინდელ მატჩებთან დაკავშირებით მასალებს სწავლობენ და თუ ეს გამოიწვევს დისციპლინარული სანქციების დაწესებას, ვებსაიტზე გამოაქვეყნებენ. წინასწარ დადგმულ პროვოკაციას და ორივე ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს დინამო არენაზე მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. ეს იყო მიზანმიმართული, ის ფობიებიც, რაც გავრცელდა ამ ორი კვირის განმავლობაში, სანამ ერევნიდან, იმიტომ რომ თავიდან განწყობა ძალიან კარგი იყო, კარგად დახვდნენი იქ, მიუხედავად იმისა, რომ წააგეს და პრინციპში ფანისთვის, ვინც არის მომხრე რომელიმე სპორტული კლუბის, ძალიან ცუდად აღსაქმელია, ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი გადალახეს.
და მე მაინც გონია რომ ეს პროვოცირება არის საქართველოს იმიჯის დაცემის, თუნდაც შეიძლება ამას მერე აგერ სტადიონის დასაქცირებაც მოყვეს, სულიად არ არის გასაკვირი. და მეორეც ვერ განთავისუფლდეთ ჩვენ ამ სიძულვილიდან და ფობიებისგან. საქართველოს სომხეთს შორის 2 მატჩი გაიმართა. ჯამში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სომხეთის კარში 9 გოლი გაიტანეს. შემდეგ ეტაპზე საქართველო ესპანეთს, თურქეთს, ბულგარეთს დაუპირისპირდებიან. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენს ვებგვერდს doc.tv/g და Facebook გვერდს doc.tv. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.